პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე და საკითხი, რომელზეც უკვე პოლიტიკური ლიდერები მსჯელობენ. პატრიარქი მიიჩნევს, რომ დღეს, როდესაც ასეთი მძიმე მდგომარეობაა დემოგრაფიული თვალსაზრისით, სახელმწიფომ უნდა მიიღოს სათანადო კანონი აბორტის აკრძალვისათვის. თემა, რომელიც ამერიკაში შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნების მოგების ან წაგების მიზეზად იქცეს. გადაჭრის თუ არა აბორტის აკრძალვა მენტალურ და დემოგრაფიულ პრობლემას. მთავარ კითხვას დისკუსიაში ლელა გაფრინდაშვილი და არქიმანდრიტი ადამი უპასუხებენ. მანამდე, რატომ არ ატარებს ქართული ოცნება პრაიმერს საპრეზიდენტო კანდიდატის შესარჩევად? ზაქარია ქუცნაშვილი გადაცემაში მთავარი კითხვა. ზაქარია ქუცნაშვილი უპასუხებს გადაცემის პირველ ნაწილში მთავარ კითხვას. საღამოშტობისა ბატონო ზაქარია. საღამოშტობისა. ძალიან აქტუალურია საპრეზიდენტო არჩევნების საკითხი უკვე და განსაკუთრებით დიდი ინტერესია იმის მიმართ, თუ ვინ იქნება თქვენი ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი. მე რასაკვირველია არ გკითხავთ და არ გთხოვთ დასახელებას იმ სავარაუდო ხუთეულის, რომელზეც არის საუბარი დღეს საზოგადოებაში, მაგრამ საინტერესოა ერთი რამ, რა არის შერჩევის კრიტერიუმი? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს. მე დღეს თქვი და მოუწოდეთ ჩემ თავსაც და ჩემს კოლეგებსაც, რომ არ არის უთლად კორექტული, რომ ჩვენ დავიწყოთ ან კრიტერიუმებზე მსჯელობა, ან პერსონალიებზე მსჯელობა, როცა ეს პრეროგატივა ეკუთვნის კოალიციის ლიდერს ბატონ ბიზინა ივანიშვილს. და ამით არ მინდა თქვათ ვინმეს თავისუფლება შევზუდო, უბრალოდ მიმაჩნია, რომ არ გამოიყურებით პოლიტიკოსები ძალიან სოლიდურად, როცა ვასახელებთ თვისებებს, ვასახელებთ კანდიდატებს, მარჩიელობთ და ასე და ასე შემდეგ. ამიტომაც მე პირველ რიგში ჩემ თავს და ჩემს კოლეგებსაც მოვუწოდე დღეს, რომ შევწყდოთ ეს მარჩიელობა, შევწყდოთ ეს თვისებების დასახელება და ცოტა თვისებები არის შერჩევის კრიტერიუმები. ბატონო ზაქარია, ასეთ შემთხვევაში ძალიან კარგი მეთოდი არსებობს. ეს არის პრაიმერი, რომელსაც გამოიყენებენ ცივილიზებულ ქვეყნებში იმისთვის, რომ შეარჩიონ კანდიდატი და ეს არის ძალიან დიდი ანგარიშის გაწევა საზოგადოებისთვის. ჩვენ ვირჩევთ პრეზიდენტს, ხალხი ირჩევს. ეს არ ხდება მხოლოდ პარლამენტის დონეზე, ხომ ასეა? მაშინ რატომ არ უნდა ვიცოდეთ ის თუ რა კრიტერიუმებით აპირებთ თქვენ კანდიდატის შერჩევას, ან რატომ არ აპირებთ პრაიმერით? თავარი რაც აქვს უფლება საზოგადოებას იცოდეს, ეს არის წესი, რა წესით მოხდება კანდიდატურის შერჩევა. ამას გეკითხებით. ხო, კრიტერიუმები არა სახასიათო და ფსიქოლოგიური კრიტერიუმები ცოტა სხვა რაღაცა, ანუ თქვა რა თვისებების მატარებელი უნდა იყოს, რა გამოს თუ საუბრობთ წესი ცნობილია, ბატონ ბიძინმა დაასახელა ეს წესი მდგომარეობს შემდეგში, რომ მან არ მისცა თავის უფლება, როგორც დემოკრატიულმა ლიდერმა, ერთპიროვნად დაესახელებია კანდიდატურა ვინც იქნებოდა ყოველგვარი განხილვების გარეშე. და მან თქვა, რომ მე ამ კანდიდატურას პირველ რიგში წარუდგენს კოალიციის პოლიტსაბჭოს. კოალიციის პოლიტსაბჭო იბრძელებს ამ ერთ კანდიდატურა იქნება თუ რამოდენიმე კანდიდატურა წარმოდგენილი და იქიდან ერთ-ერთი საუკეთესო იქნება შემდეგ დასახელებული ერთიან კანდიდატად. დღეს ბატონ დავით უსუპაშვილმა ძალიან კარგი განცხადება გააკეთა შესაბამის შინაარსის, რომ კოალიციას ეყოლება ერთი კანდიდატი და არ ეყოლება პარტიებს თავიანთი კანდიდატები. ანუ ეს არის სისტემა, როცა ჩვენ უნდა გავმართოთ შიდა პარტიული კონკურენცია და არ იქა ახლა ქართული ოცნება ვის დაასახელებს, რესპუბლიკური პარტია ვის დაასახელებს, თავისუფალი დემოკრატები ვის დაასახელებს. არა, კოალიციას დაგესახელებინათ რამდენიმე კანდიდატი. არა, ეს არის კოალიციის ლიდერის კანდიდატის დასახელების უფლება. გაწყვეტილების მიღების უფლება აქვს უკვე კოალიციას, პოლიტსაბჭოს და შესაბამისად მისი პრეროგატივა დაასახელოს ეს პიროვნება, ხოლო კოალიციის უფლება დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს ამ კანდიდატურას. თუ არ ეთანხმებით რა ხდება ამ შემთხვევაში? მინდა გითხრათ, რომ მომენტებული ინტერესია, შიმშილია ეხა ქართულ საინფორმაციო ველში. არა, რას ამბობთ, იმდენი ინფორმაცია უბრალოდ საპრეზიდენტო კანდიდატი ძალიან ბუნებრივ ინტერესს იწვევს. გარწმუნებთ, რომ არჩევნები რო ჩაივლის, ინტერესი ამ პირის მიმართ არ იქნება ძალიან მაღალი, იმიტომ რომ ფუნქციონალურად მისი ფუნქციები იმდენად შეკვეცილია და იმდენად სიმბოლური ხასიათის, რომ ინტერესი მის მიმართ მნიშვნელოვნად იკლებს. ასე რომ მაშინ რატომ ატარებთ საყოველთაო სახალხო არჩევნებს, ბატონო ზაქარია? მაშინ შეგეცვალათ არჩევნების წესი. მაგაზე იყო დავიწყეთ ჩვენ მსჯელობა, მაგრამ თქვენს რომ არა, რა ქვია, სანამ ქვეყნის მოწყობის მოდელს არ შევცვლით, იქამდე არ ისარგებლოთ იმ უფლებით, რომ გამარჯვებულები ხართ და ჩვენ დავიხიეთ უკან იქიდან გამომდინარე, რომ თქვით, რომ მართლა არ აღიქვა საზოგადოებას ნაირად, რომ რახან გავიმართ
გავარჯვეთ და რახან გეგმავთ საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე, მოდი აღარ დავხაროთ უაზოთ ათეულობთ მილიონი ლარი და პირდაპირ პარლამენტმა აირჩიეს და წავით კი ბატონო გნებავთ ხალხმა აირჩიოს ხალხმა, მაგრამ ნახეთ ეკა ჩვენ ადრეს თქვი და ეხაც გავიმეორებ ამ არგუმენტს. რატომ არ იქნება მაღალი ინტერესი, ხო? პროგრამული კონკურენცია შეუძლებელია წარიმართოს საპარლამენტო მმართველობის მოდელში პრეზიდენტების კანდიდატებს შორის. იმიტომ რომ ის არ არის თავრობის მეთაური, ის არ ახორციელებს საშინაო და საგარეო პოლიტიკას, ის არის აქტებზე ხელის მომწერი, წარმომდგენი პირი. ეს არ არის ისეთი დაბალი უფლებების მქონე პრეზიდენტი. პრეტენზიაც კი ჰქონდათ ნაციონალურ მოძრაობასთან, რომ მათ მიერ შემოღებულ საკონსტიტუციო მოდელში პრეზიდენტს არ ჰქონდა სათანადოდ შერეული მოდელისთვისაც კი შეზღუდული უფლებები და ამბობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ცდილობდა ნებისმიერი ვარიანტისთვის მორგებული ჰქონოდა კონსტიტუცია. დიახ, ესე იყო, სწორედ ბრძანეთ თქვენ. ანუ არ იყო არც საპარლამენტო მმართველობის კლასიკური მოდელი და არც იყო საპრეზიდენტო მმართველობის მოდელი, რაღაცა ჰიბრიდული მოდელი იყო, რა თქმა უნდა, პარლამენტის უფლებებს დიახ, დღეს მოქმედით, მაგრამ ჩვენ ხო ვთქვით, რომ ქართული ოცნება შეპირდა საზოგადოებას, რომ ჩაატარებს დიდ კონსტიტუციურ რეფორმას, რომელიც წარიმართება საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე გადასვლისაკენ. შესაბამისად, ჩვენ გვეყოლება კი ბატონო არჩეული პრეზიდენტი, მაგრამ საპარლამენტო მმართველობის მოდელის ქვეშ. ასე რომ დიდი კონსტიტუციური რეფორმა. ხალხის გადასაწყვეტია. ბატონო ზაქარია ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ სანამ მოვიდოდა ხელისუფლებაში, თქვა, რომ საკონსტიტუციო მოდელთან დაკავშირებით ის ხალხს კითხავს აზრს. იქნება არ მოუნდა ხალხს საპარლამენტო მოდელი. კი ბატონო, არც ეგ არ არის პრობლემა. წინასწარ რატომ? არც ეგ არ არის პრობლემა. არც ეგ არ არის პრობლემა, მაგრამ თუ ვინმე გამოვა და დღეს დაასაბუთებს, რომ საპრეზიდენტო მმართველობის სისტემამ შერეულმა აბსოლუტურმა გაამართლა საქართველოში და მოიყვანს ამის არგუმენტებს, მივხვდით იმისა, რომ ჩვენ ყავდა სამი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული თვისებების და ხასიათის მატარებელი პრეზიდენტი. კი ბატონო, მოიყვანოს არგუმენტები და მოიყვანოს მეორე არგუმენტები, თქვათ ევროპაში, რომლისგანაც ჩვენ მივისწრაფით, რა მმართველობის მოდელია ყველაზე პოპულარული და გავრცელებული და გამოცდილი დროში. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ამ მართვის მოდელის მომხრეებ ძალიან ბევრი არგუმენტი. ხოლო ისტორია აქ არის უკვე ეს 22 წლიანი ისტორია, თავისი განსხვავებული პრეზიდენტებით, განსხვავებული ძალაუფლებებით, მაგრამ ერთნაირი სამწუხაროდ შედეგებით. კეთილმობით, მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული, თქვენ საუბრობთ უკვე უფლება შეკვეცილ პრეზიდენტზე. ეგრეც არის, ეკა დღეს არსებული მოდელით, რომელიც ამოქმედება ოქტომბრის თვიდან, პრეზიდენტის უფლებამოსილები მკვეთრად შემცირებულია, მაგრამ ეს არის კლასიკური საპარლამენტო მმართველობის სისტემა, ის ძალიან მკვეთრად შემცირებულია, მას აღარ აქვს იმდენი უფლებები, როგორც ჰქონდა, ის ვეღარ იქნება ფაქტიურად მთავრობის ირიბი მეთაური, ესე იყო დღეს სააკაშვილი, ის იყო მთავრობის ირიბი მეთაური, იწვევდა მთავრობის სხდომებს, ხელს აწერდა კანონებს, ხელს აწერდა დეკრეტებს, ხელს აწერდა ელჩების დანიშვნას, უამრავ რამის ხელს აწერდა, გესმით? ეხლა ეს უფლებები პრეზიდენტს დიდწილად შეეზღუდება. და მაინც რატომ არა პრაიმერი? მთავარი არგუმენტი რა არის აქ? ალბათ იმ შემთხვევაში დიდი ბოდიში უბრალოდ დავამატებ ჩემ შეკითხვას, იმ შემთხვევაში თუ კი რამდენიმე კანდიდატი იქნებოდა საერთო კოალიციისგან და არ შეეჯიბრებოდით მაინც და მაინც პარტიები ერთმანეთს. ეკა, მე ვფიქრობ, რომ 1 ოქტომბერს ქართულმა ხალხმა აირჩია ჩვენი სახელმწიფოს ფაქტობრივი ლიდერი. ეს არის პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. მაგრამ ის ვერ იქნება რამდენიმე პოსტზე ბატონო. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი რო ავირჩიეთ პრემიერ-მინისტრად, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს პიროვნება არის პასუხისმგებელი ქვეყანაში თავის გუნდთან ერთად საპროგრამო დაპირების ბოლომდე რეალიზაციაზე. ჩვენ არ გვჭირდება და არ ვაპირებთ, რომ საპარლამენტო მმართველობის მოდელისკენ მივისწრაფოთ და ხელისუფლებიანო გავაჩინოთ ჩვენ სამშობლოში. მით უმეტეს, როცა ეს არ ვარგა და ამის გაკეთება არ შეიძლება. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს აქვს ეგეთი სურვილი, რომ ბიძინა ივანიშვილი შეეჯიბროს ავტორიტეტში, ღირსებაში და ცოდნაში და ასე შემდეგ, კი ბატონო, ბრძანოს გინდაც გარდან, გინდაც შიგნიდან, მაგრამ მე ეგეთ სურვილის მატარებას ვერ პოულობ, ვერ ხედავ და ამიტომ არ მგონია, რომ აუცილებელი იყო გავითამაშოთ აქ ჩვენ სცენები დავდგათ, ვითომ ზედმეტი დემოკრატიულობის პირიქით საზოგადოება გვაკრიტიკებს და გვეუბნება, რომ სწრაფად დაიწყეთ დანარჩენი დაპირებების რეალიზაცია. გააგრძელეთ სამართლიანობის აღდგენის კამპანია. უფრო დააჩქარეთ ტემპები გაჭირვებული და უმშევარი ხალხის ამ მდგომარეობით და გამოყვანას. ეხლა ჩვენ დავხარჯოთ დრო, ვიკეკლუცოთ პოლიტიკური თამაშებით. და დემოკრატიანობით მე მგონი არ იქნება არც პატიოსანი და სწორე. საქართველოს პოლიტიკური ლიდერი არის ბიძინა ივანიშვილი, ეს არის მარტო ზაქარია ქუსტაშვილის სიმპათიის გამოხატულება, ეს არის ქართული ხალხის არჩევანი. ამიტომაც ვისაც მოგწონს ესია, ვისაც არ მოგწონს სისტემითაც ესე გამოდის და რა ვქნათ ახლა იქ ამითხარი?
თუმცა ბატონო ზაქარია თუ კი ბიძინეევანიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას და მან არაერთხელ თქვა ეს წავა პოლიტიკიდან რაღაც მომენტში არჩეული პრეზიდენტი დარჩება პოლიტიკაში მას აქვს თავისი ვადა რომელიც უნდა დაასრულოს კი მაგრამ ხო გეუბნეთ ეს არის ეკა მე აგის ახსნავს ცდილობ გადაცემის დაწყებისთან ეს არის პოლიტიკური ფუნქციის მატარებელი თანამდებობის პირი ის არის ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმართვაზე პასუხისმგებელი პირი ეს არის არბიტრის ფუნქციის მატარებელი მაღალი თანამდებობის პირი რომელსაც აქვს ეს ფუნქცია მხოლოდ იმის გამო რომ ორი პოლიტიკური ხელისუფლება თუ წაიჩხუბებს ერთმანეთში ჩაერიოს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ორი პოლიტიკური ხელისუფლება საკანონმდებლო აღმასრულებელი არ წაიჩხუბებს ერთმანეთთან სინქრონულად იმუშავებს მაშინ მისი ჩარევაც არ იქნება საჭირო დანარჩენი სიმბოლური აქტები დროშის აღმართვის ღმერთმა დაგვიფაროს და გლოვის დროს დროშის ჩამოწევის, საპატიო ყარაულში დახვედრის და ასე შემდეგ. ჩვეულებრივი რიტუალი, რომელსაც მეფეები ასრულებენ ზოგიერთ ქვეყანაში, პრეზიდენტები ასრულებენ საპარლამენტო მმართველობის ქვეყანაში. ჩვეულებრივი ამბავია. ასე რომ არ მგონია, რომ აქ აუცილებელი იყო ჩვენ მეორე პოლიტიკური ცენტრი გავაჩინოთ იმის გამო, რომ გვეშინოდეს ვიღაც დაგვძრახავს ნაკლებ დემოკრატიულობაში. ანუ თქვენ ამბობთ, რომ ახლა არჩეული პრეზიდენტი იქნება მხოლოდ სიმბოლო რეალურად. ესე გამოდის არბიტრის ფუნქციის მატარებელი პირი მნიშვნელოვანი ხდება თუ ეს პოლიტიკური ხელისუფლებები ერთმანეთთან წაიჩხუბებენ და მთავრობა ან პარლამენტი დასათხოვნი გახდება ამ მთავრობა და პარლამენტი ვერ შეთანხმდება რაღაც საკითხზე ან პარლამენტი მიიღებს ისეთ კანონს რომელიც მიუღებელი იქნება მთავრობისთვის და ასე ამ პირიქით ეს ძალიან როგორც არბიტრი ძალიან მნიშვნელოვანი რგოლია მაგრამ რომელიმე საფეხბურთო მატჩი თავარი არბიტრია თუ თავარია თავდასხმელი, მეკარე, დამცველი, არა? ზოგჯერ არბიტრი არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს. ეს სხვა თემა, როცა არბიტრი რაღაცაში ხდება, ამ შემთხვევაში. ამიტომ სანდოობა ალბათ არის ძალიან მნიშვნელოვანი. კი, სანდოობაც მნიშვნელოვანია, პრინციპულობაც მნიშვნელოვანია, ბევრი სხვა თვისებაც, მაგრამ მე თავიდანვე თქვი, რომ არ უნდა დავიწყოთ ჩვენ თვისებების მარჩიელობა და ჩამოთვლა, იმიტომ რომ სანდოობა თვისება არ არის, სანდოობა არის, რასაც ადამიანი იმსახურებს, ან არ იმსახურებს. ხო, სანდოობა მათ შორის ერთგულების, გამოხატულების და პრინციპების ერთგულებისადმი გამოხატულების ნიშანიც არის, რომ თუ პრინციპების ერთგული ადამიანი ის სანდო ადამიანიც არ თუ პრინციპებით თამაშობს და მანიპულირებს მაშინ სანდო ადამიანი არ არის სანდოობა მარტო ერთგულებას ხომ არ გულისხმობს სანდოობა მათ შორის პრინციპების ერთგულ დამოკიდებულებასაც გულისხმობს FBI-ის ხელმძღვანელი იმყოფებოდა დღეს საქართველოში საკმაოდ მოკლეხლიანი ვიზიტით მას ჰქონდა დახურული შეხვედრები კომენტარი გააკეთა მხოლოდ ამერიკის ელჩმა მან თქვა რომ სოჩი ქართველი სპორტსმენების ვიზიტს უკავშირდებოდა მიულერის ვიზიტი ხომ არ იყო ერთ-ერთი თემა თუ კი შეგიძლიათ ან თუ კი გაქვთ ინფორმაცია ამის შესახებ საპრეზიდენტო კანდიდატურაც რადგან არ არის გამორიცხული ამერიკის ინტერესში იყოს რომ საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს მათთვისაც მისაღები არა, მე ამ შეხვედრას არ დავსწრები, აქედან გამომდინარე მოკლებული ვარ ინფორმაციას, უბრალოდ შემიძლია ვივარაუდო, რამ გამოიწვია გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის დაინტერესება ამ თემით, მხოლოდ შემიძლია ვივარაუდო. მოგეხსენებათ ბოსტონში განხორციელებული ტერორისტულმა აქტმა ძალიან შეაშფოთა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე მზრუნველობები ერთ-ერთი სპეციალური უწყება. გამოძიების ფედერალური ბიურო იცავს თავის მოქალაქეებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. რა თქმა უნდა ისინი ლოგიკურია რომ დაინტერესებულიც იყვნენ იმით რომ ამდენად იქნება უსაფრთხოება დაცული ამერიკელი სპორტსმენების იმ რეგიონში რომელიც ძალიან ახლოს არის ჩრდილოეთ კავკასიასთან მე ამ ვარაუდს ვაფუძნებ მათ ინტერესს ამ რეგიონის მიმართ და ერთ-ერთი წყარო საიდან შეიძლება ობიექტური ინფორმაციის მიღება არის საქართველო საქართველო არის ერთგული პარტნიორი სანდო პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების ჩვენი სპეცსამსახურეები თანამშრომლობენ აქედან გამომდინარე ინფორმაციის გასვლა ამ შემთხვევაში სასურველიც არის და ჩვენ ხელშეკრულების ძალით ვართ შემოჭრილი და ვალდებული რომ ეს ინფორმაციები რაც ჩვენი მოქალაქეებს უსაფრთხოებას ეხება გავცხოვოთ ჩვენ ესეთი ხელშეკრულება რამოდენიმე ქვეყანასთან გვაქვს მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ამიტომ მე ვფიქრობ რომ მისი ვიზიტი უფრო ამას ეფუძნება იმიტომ ისინი ძალიან სწრაფად მოქმედი ხელისუფლება უცბად ახდენენ რეაგირებას დაინახეს საფრთხე რაც მოხდა ბოსტონში და ფიქრობენ რომ ჩემი ვარაუდია რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში რომ ხომ არ ამოიღეს სამიზნეში ამერიკელი სპორტსმენები და ამერიკელი მოქალაქეები ჩრდილოეთ კავკასიურმა დაჯგუფებებმა. მე ვფიქრობ ეს არის ერთ-ერთი მთავარი ინტერესის საგანი და ამ შემთხვევაში ქართული სპეცსამსახურების ინფორმაცია ყველაზე საინტერესო და საიმედო შეიძლება იყოს. ორი არჩევნები გველის პრინციპში ძალიან მალე საპრეზიდენტო შემდეგ უკვე ადგილობრივი.
საარჩევნო კოდექსი, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი, ელექტრონული კენჭისყრა, ეს არის ის საკითხები, რომლის შესახებაც ოპოზიციაში ყოფნის დროს კოალიციის წევრები, პარტიები იყვნენ ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული, ჰქონდათ რამდენიმე ვარიანტი გაწერილი, თუ როგორი იქნებოდა კარგი დემოკრატიის შემთხვევაში ეს კანონები. როდის შეცვლით ბატონო ზაქარია? იმიტომ რომ რჩება შთაბეჭდილება საზოგადოებას, რომ თითქოს აღარ ჩქარობთ. მას შემდეგ რაც ხართ უკვე მმართველი გუნდი. თქვენ ხართ ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელი და გაქვთ გარკვეული პასუხისმგებლობები. თუ ამ კუთხით მინდა გითხრათ, ეკარო, საკმაოდ კარგად მივიწევთ წინ. უკვე ჩავატარეთ 6 საჯარო თათბირი და რამოდენიმე ათეული სამუშაო შეხვედრა შესაბამისად უკვე ჩამოვყალიბდით და შევჯერდით ადგილობრივი არჩევნებისთვის თუ რა პრინციპებს უნდა დაეფუძნოს ამორჩეულთა ერთიანი შედგენა და ამ შემთხვევაში შევთანხმდით რომ ბიომეტრიულ პარამეტრებს უნდა დაეფუძნოს ეს ახალი ამორჩეულთა შედგენა. დღეს განხილვა ჰქონდა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონზე, რაც ეხება პარტიების და საარჩევნო სუბიექტების დაფინანსებას. 29 ცვლილება წარმოადგენთ ჯგუფში შესათანხმებლად და მინდა გითხრათ რომ 29 ცვლილებიდან 27-მა დაიმსახურა სიტყვიერი მხარდაჭერა ჯგუფის წევრებს, თქო 2 მუხლზე არის განსხვავებული მოსაზრებები და ასე მყარად ვარ ჩამოყალიბებული საარჩევნო პრინციპებზე. ასე რომ იმ ვადაში რა ვადა ჩვენ განსაზღვრული გვაქვს სამუშაოების პირველი ეტაპის დასრულებისთვის, ეს არის პრინციპებზე ჩამოყალიბება, ამორჩეულთა სიის შედგენის წესზე ჩამოყალიბება, ეს გახლავთ პარტიების დაფინანსებაზე ჩამოყალიბება, საარჩევნო რეკლამაზე ჩამოყალიბება. ჩვენ ვფიქრობთ რომ 31 მაისამდე დავასრულებთ შეთანხმებულ პროცედურებს და შემდეგ უკვე შეთანხმებული პროექტის დოკუმენტი, რომელიც შეიძლება რაღაც 1-2 რაღაცა გამონაკლისს დარჩეს და ვერ ჩამოვყალიბთ, იმიტომ რომ მაგალითად 26 პრიმა მუხთა მიმართებაში ჩვენ და ნაციონალურ მოძრაობას გვაქვს მკვეთრად განსხვავებული პოზიცია, თქვა. ჩვენ მივიჩნევთ, რომ მესამე პირები, როგორც ასეთი საარჩევნო მიზნების მქონე, რომ ცელდებოდეს ისეთივე რეგულაციები, როგორც პოლიტიკურ გაერთიანებებზე, თავიდან ბოლომდე სწორი არ იქნება. თუმცა აქ არის რამოდენიმე მოსაზრება, რომ თქვა, ისინი იზიარებენ იმ პოზიციას, რომ 26 მუხლი გავაუქმოთ, ოღონდ არასრულად, არამედ ნაწილობრივ და ამაზე ალბათ დისკუსიას გავაგრძელებთ. ასე რომ 31 მაისის მდგომარეობით მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ მუხლზე, როგორც საარჩევნო კოდექსში, ასევე პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში ჩვენ გვექნება ბევრი სიახლე, დღეს ძალიან ბევრი სიახლე გავაჟღერეთ, მაგალითად შევთანხმდით იმაზე, რომ ის შეზღუდვა, რაც ქონდათ აქამდე იურიდიულ პირებს პარტიების შემოწირულობასთან განხორციელების ნაწილში გაუქმდება და აღუდგებათ იურიდიულ პირებს შემოწირულობის განხორციელების უფლება, თუმცა გარკვეულ შეზღუდვებს უწევთ იმ იურიდიულ პირებს, ვის შეუძლია შემოწირულობა განახორციელოს და რაოდენობით შეუძლია ეს განახორციელოს. ისევე როგორც ახალი პროექტით გასაქანს ვაძლევთ თანხების მოზიდვის კამპანიას და მიგვაჩნია, რომ პარტიას თუ არ შეუძლია საჯარო ღონისძიებით თანხა მოიზიდოს, ესე იგი ის საზოგადოებაში ნდობით და ავტორიტეტით ვერ სარგებლობს. აქამდე იყო 60 ლარი, რაც მას შეეძლო მოეზიდა მთელი წლის განმავლობაში საჯარო ღონისძიებებში, ჩვენ გეგმავთ, რომ ეს გავზარდოთ 300 ან 600 ლარამდე. გეგმავთ ქალების როლის გაზრდას ქართულ პოლიტიკაში და გვაქვს ჯგუფის დიდი ნაწილის ეს პოზიცია, რომ თუ პარტიები თავიანთ ყოველ ათეულს შეიყვანენ 3 ქალბატონს მაინც 30% მეტი დაფინანსებას მიიღებენ ეს პარტიები სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რაც საკმაოდ მასტიმულირებელი ფაქტორია ერთი მხრივ გენდერული ბალანსის წარმოშობისთვის, ხოლო მეორე მხრივ ქალების სტიმულირებისთვის საჯარო პოლიტიკაში. და უამრავი სიახლე შემოგვაქვს ჩვენ იქ იგივე გამჭვირვალობის თვალსაზრისით, ისევე როგორც ვფიქრობთ, რომ უნდა გადაიხედოს ჯარიმების ოდენობა, რა ჯარიმებიც იყო დღეს დაწესებული, 5 ჯარიმები იყო უკანონო შემოწირულობაზე. ეს ყველაფერი მოეწრება, თქვენ ნახავთ, რომ ჩვენ მაისის ბოლოს დავამთავრებთ შეჯერების პროცესს რამოდენიმე პრინციპულ საკითხზე და შევიტანთ კიდევაც პარლამენტში უკვე ინტერფრაქციული ჯგუფის ერთად. ბატონო ზაქარია, ერთი თემა, რომლის გამოც დღეს ძალიან გსაყვედურობთ ოპოზიცია, საქართველო-რუსეთის ომის საკითხი ამოიღეს ევროსაბჭოს მინისტერიალის დღის წესრიგიდან. უწინ იდგა ყოველთვის ეს საკითხი და ყოველთვის უფიქსირდებოდა რუსეთს ვალდებულებების შეუსრულებლობა იყო მხოლოდ 1 წელი ამ მხრივ გამონაკლისი. ოპოზიცია გდებთ ბრალს, რომ რუსეთის მიმართ შესუსტებულმა პოლიტიკამ გააძლიერა რუსეთის დელეგაციის პოზიციები ევროსაბჭოში. რა სიტყვით ამ გადაწყვეტილების შესახებ? ფიქრობთ თუ არა, რომ ეს გარკვეულწილად არის მარცხი? არ მგონია, რომ ესეთი რადიკალური შეფასება იყოს ამ შემთხვევაში შესაბამისი შეფასება.
თქვენ ბრძანეთ რომ ადრე იყო წლები როცა თქვა არ ხდებოდა ეს საკითხი ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების თათბირზე ხო და მინისტრთა კომიტეტი შეხვედრა მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ეს ფაქტურად იღებს გადაწყვეტილებას ევროპის საბჭოს სახელი და კონტროლს უწევს მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას შესაბამისად რამდენად ეფექტურია მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება ეს კიდე მეორე საკითხია ჩვენი ოპონენტები გვაკრიტიკებენ ჩვენ და ამბობენ რომ აი რუსეთს საერთაშორისო რეპუტაცია შეულახავთ მე კიდე მიმაჩნია რომ რუსეთს თავის საერთაშორისო რეპუტაცია ძალიან არ ადარდებს თორე საერთაშორისო რეპუტაცია რომ ძალიან ადარდებდეს სირიას ასე ღიად და საჯაროდ არ დაუჭერდა მხარს და თქვენ იცით რომ ამ რავალთვიანი სისხლის ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზი არის რუსეთის და ჩინეთის პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში აქ საუბარი იმაზე რომ საქართველოს პრობლემა უნდა იყოს მუდმივად დაფიქსირებული და არ მიეცეს დავიწყებას ნუ მესმის ეს არის ამაში რაღაც რაციონალური მაგრამ იმათ ისინი იბრძვიან ამ თემისთვის და ისინი ამბობენ რომ ტალიანის კომისიის დასკვნით კი დაფიქსირდა ოკუპაცია რომ თქვა რუსეთმა დაარღვია გაეროს წესდება როცა სამშვიდობო ძალების კონტროლის ზონა გადმოლახა და დაიკავა გორი, დაიკავა კასპი, დაიკავა ფოთი, დაიკავა ზუგდიდი მაგრამ ტალიანის კომისია ლეგიტიმურად ჩათვალა რუსეთის სამხედრო ძალების მოქმედება თავისი სამშვიდობო ძალების დასწავად მე მაგიტომაც ვაკრიტიკებ მათ პოზიციას რომ არც ავანტურის დაწყება არც ავანტურაში ჩართვა არ შეიძლებოდა სანამ არ როდესაც ოკუპაცია არის ფაქტი და მას ჭირდება ფიქსირება თუნდაც იმისთვის რომ გაგრძელდეს აღიარების პოლიტიკა ბატონო. კი, ეს უკვე მეორე თემა არის ბატონ ბიზნესმა ძალიან ჭკვიანური პოზიცია დააფიქსირა და უთხრა ევროპელებს როცა გამოვიდა ანსამბლეაზე. მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ვცდილობთ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას არ ჩათვალოთ თქვენ ევროპელებო რომ თქვენ დახმარება არ გჭირდება ამ საქმეში და არ ჩათვალოთ რომ ჩვენ მარტო ამ საქმეში შევძლებთ. ანუ ის ცდილობს ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს პირდაპირ ურთიერთობის სახით ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის ხარდაჭერის სახით. აქამდე ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ ერთ ინსტრუმენტს, ეს იყო საერთაშორისო მხარდაჭერა ჟენევის ფორმატის პარკლებში, მაგრამ არ მუშაობთ ერთ-ერთზე. ისე როგორც ძალიან სერიოზული რეზერვია ამ ურთიერთობის ნაწილში პირდაპირ დიალოგი აფხაზებთან და პირდაპირ დიალოგი ოსეთთან. ამიტომ ჩვენ გვაქვს თქვათ პროცესის გაგრძელების საშუალებები. ჩვენ ეს უნდა გავაგრძელოთ და არ მივეჯაჭოთ ერთ პოზიციას და ერთ ფორმატს და ჩვენ როცა ამბობს ამას ბატონი ბიძინა ამბობს რომ მე ამ ჟენევის ფორმაზე უარს არ ვაცხადებ, მაგრამ მოდი ერთ ინსტრუმენტთან გამოვიყენოთ მეორე ინსტრუმენტიც. მოვადრო მესამე ინსტრუმენტს გამოვიყენებთ. კარგი და კიდევ ერთი თემა ჩვენი საუბრის ბოლოს ეს იქნება დისკუსიის თემა რამდენიმე წუთში პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში საუბარი იმაზე რომ კარგი იქნება თუ მოხდება კანონით აკრძალვა აბორტის. როგორია თქვენი პოზიცია როგორც იურისტის, როგორც პარლამენტარის, არის ეს თუ არ არის გამოსავალი? რთული საკითხია ეგ აქ. ძალიან რთული საკითხია მისი უწმინდესობის შეუვალი ავტორიტეტი რა თქმა უნდა ამას კიდევ უფრო მეტ სიმტკიცეს ძენს თუმცა მისი უწმინდესობა მე მასთან მიმუშავე მრავალი წლის განმავლობაში არის დემოკრატი ადამიანი თავისი სოფხედლობით და თავის შეხედულებებით ამიტომაც მე ვფიქრობ სპეციალისტების ჩართვა ამ დიალოგში ამ მოსაზრების განხილვაში იქნება ყველაზე სწორი იქნება არგუმენტები გავითვალისწინებთ მის უწმინდესობის პოზიციას თქვათ არ იქნება არგუმენტები და თქვათ ვერ დავასაბუთებთ ამას რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ მისი უწმინდესობამ რა ბრძნული პოზიციას დაიკავა აი ამ ეგრეთ წოდებული ჩიპიან პასპორტებთან მიმართებაში ასეთვე ბრძნულ პოზიციას დაიკავებს იმიტომ რომ მის უწმინდესობას ახასიათებს ის არ არის ხისტი პიროვნება ის საკმაოდ დემოკრატი პიროვნება აზროვნებით და საკმაოდ ლიბერალი ადამიანი თავის ცნობიერებით ასე რომ მე ვერ ვხედავ აქ რამე დაპირისპირების ნიშანს ან იმ შიშრ ახალ მის უწმინდესობამ რაღაც აზრი ბრძანა ამის გამო ჩვენ უნდა დავიძაბოთ და ან მაგრამ ეს არის უკვე დისკუსიების ეს დისკუსიის საგანი მე მადლობელი ვარ ამ აზრისთვის და ჩვენ უნდა გავარხელოთ ამ საკითხში იურისტებზე უფრო მნიშვნელოვანია დემოგრაფების მოსაზრება თქვათ აი ამ ბიზნესით და ამ საქმიანობით დაკავებული ადამიანის მოსაზრება ისე როგორც ჯანმრთელობის დაცვის სფეროს მუშაკების მოსაზრება რა გავლენას მოახდენს ჯანმრთელობის დაცვის მდგომარეობაზე და ასე შემდეგ ჩვენ დავიწყებთ ამ დისკუსიას რამდენიმე წუთში ძალიან დიდი მადლობა ზაქარია ქუცნაშვილი პასუხობდა მთავარ კითხვას რამდენიმე წუთში არქიმანდრიტი ადამი საპატრიარქოს პოზიციით და ლელა გაფრინდაშვილი საზოგადოების პოზიციით
არქიმანდრიტი ადამი და ლელა გაფრინდაშვილი უპასუხებენ თავარ კითხვას. მოგესალმებით, მამა ადამ, მოგესალმებით, ქალბატონო ლელა. საღამშვიდობის. ოფიციალური მონაცემებით ყოველწლიურად საქართველოში 36,000 აბორტი კეთდება. რეალურად კი გაცილებით მეტი შემთხვევაა. მკვდრად შობილ ჩულთა რაოდენობა კი 1400-მდე აღწევს. დღეს, როდესაც ასეთი მძიმე მდგომარეობაა დემოგრაფიული თვალსაზრისით, ვფიქრობთ, სახელმწიფომ უნდა მიიღოს სათანადო კანონი აბორტის აკრძალვისათვის. ეს არის ციტატა პატრიარქის საღდგომო ეპისტოლედან. მე მინდა პირველ რიგში მივმართო არქიმანდრიტ ადამს. მამა ადამ, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა გამოსავალი ამ ვითარებიდან აბორტის აკრძალვა, რადგან სწორედ ამისკენ იყო მოწოდება პატრიარქის ეპისტოლეში? თქვენ ციტირება შეწყვეტეთ ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზის წინ. ამ ფრაზას მოყვება მაშინ, რა თქმა უნდა იყოს გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევები. ყოველთვის, როდესაც მიიღებოდა კანონები აბორტის აკრძალვის ან მისი შეზღუდვის შესახებ, ყველა კანონი, მიუხედავად იმისა, სათაურში ჟღერდა თუ არა, ეს ითვალისწინებდა უამრავ გამონაკლის შემთხვევას, მაგრამ ალბათ თქვენ გაინტერესებთ მაინც ეკლესიის პოზიცია უპირველეს ყოვლისა. როდესაც ჩვენ გვეკითხებიან, ჩვენ უნდა გამოვხატოთ ის აზრი, რომელიც 20 საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბდა ქრისტიანულ ეკლესიაში და არა მარტო მართლმადიდებელ ეკლესიაში. ეს აზრი ასეთია: არა კაცკლა, ყველა ფორმით ადამიანის მკვლელობა არის აბსოლუტურად მიუღებელი და ალბათ შეკითხვა არ დაისმებოდა, ასე რომ გვეთქვა ჩვენ არ აგრძალოთ კაცთა კვლა. აბორტი არის მუცლად მყოფი ბავშვების მკვლელობა. ჩვენ მხოლოდ გვინდა დავიწყოთ ახალი დიალოგი საზოგადოებასთან. ეს მეხუთე ეპისტოლია, რომელშიაც მისი უწმიდესობა თავისი პატრიარქობის პერიოდში ეხება აბორტის თემას და თუ თქვენ ევოლუციურად შეხედავდით, როგორ ვითარდება ეს ქადაგება ეპისტოლური მიმართვა, ისადმე ნახავდით, რომ ჯერ საუბარი იყო განმარტებაზე, რა არის აბორტი, შემდეგ იმაზე, რა უარყოფითი შედეგები მოაქვს მას, როგორ სიმძიმე დაწევს იგი ერს, საზოგადოებას, სახელმწიფოს და აი შარშანდელ საღდგომო ეპისტოლეში გაკეთებული მცირე განცხადებას შედეგი არ მოჰყოლია. მის მოწესებამ გადაწყვიტა, რომ ამჯერად საზოგადოება კიდევ ერთხელ შეაჯანჯღაროს სულიერ ზნეობრივად და ჩვენ გამოვხატოთ ჩვენი აზრი, ვთქვათ, ვის მხარეზე ვართ, ჩვენ მკვლელების თუ ადამიანების, რომელთაც სურთ სულიერ ზნეობრივი მომავალი და ფიქრობენ სულის ცხონებაზე. ქალბატონ ლელა, ძალიან აქტიური იყავით სოციალურ ქსელში ამ თემასთან დაკავშირებით. მოდით ახლაც გამოხატეთ თქვენი პოზიცია, არის თუ არა აბორტი პრობლემის გადაჭრის გზა, აბორტის აკრძალვა პრობლემის გადაჭრის გზა? ძალიან დიდი გულის ტკივილით მინდა ვთქვა ის, რასაც ახლა ვიტყვი, იმიტომ რომ საქართველოს ისტორიაში მე მეჩვენება, რომ რწმენა და ცოდნა არასოდეს არ ყოფილა ისე დაშორებული ერთმანეთს, როგორც ეს დღეს არის. და ამის საფუძველს მე მაძლევს ის განმარტებები, რომელსაც სასულიერო პირები აბორტთან დაკავშირებით და დემოგრაფიასთან დაკავშირებით აკეთებენ ამ ბოლო დროს. ჩემთვის უცნაურია ის გარემოებაც, რომ საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგის არ ქონის შემთხვევაში ჩნდება ასეთი განმარტებები. რადგანაც იმისათვის, რომ ჩვენ ვილაპარაკოთ აბორტზე როგორც სოციალურ მოვლენაზე, ჩვენ უნდა გქონდეს ცოდნა ამის შესახებ. ანუ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რატომ იკეთებენ საქართველოში ქალები აბორტს. და დემოგრაფიასთან აბორტის დაკავშირება, ჩემი აზრით ეს არის უცოდინარობა, ძალიან მსუბუქად რო ვთქვათ, ამ პრობლემის უცოდინარობა. დემოგრაფიის გამოსწორებაზე რომ ვიზრუნოთ და სახელმწიფოს რომ კონდეს თავისი პოლიტიკა დემოგრაფიასთან დაკავშირებით, მაშინ ცხადია, მან უნდა იმსჯელოს იმ სურათზე, რაც აბორტთან დაკავშირებით გვაქვს საქართველოში, მაგრამ დემოგრაფიასთან დაკავშირებულია ისეთი სოციალური მოვლენები, როგორიც არის ემიგრაცია,
საქართველოდან, როგორიც არის ჯანმრთელობის მდგომარეობა ზოგადად, ხო? ეკოლოგია და უამრავი სხვა საკითხი, რომელიც უკავშირდება ადამიანის ჯანმრთელობას და აქედან გამომდინარე დემოგრაფიასაც. და დემოგრაფია არ არის საკითხი, რომელიც პირდაპირ დაკავშირებული არის აბორტის თემასთან. ეხლა რაც ეხება მკვლელობის თემას, ხო? ჩვენ ესე იგი ახალი ბორბალი ხო არ უნდა გამოვიგონოთ, არა? არის განმარტება თანამედროვე მეცნიერებაში, რა არის სიცოცხლე და რა მომენტიდან შეიძლება ჩაითვალოს ნაყოფი ცოცხალ ორგანიზმად. ეხლა თუ ჩვენ ესე მკაცრი აზრით სიცოცხლეზე ვილაპარაკებთ, მაშინ ადამიანი შეიძლება კეთილშობილად და ღვთისმიერად, ვთქვათ, და მორწმუნედ ჩაითვალოს, თუ ის მგრძნობელია ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის მიმართ. და რასაც ადამიანები ცოცხალ სამყაროს, ხო, ფრინველებს, ცხოველებს, თევზებს ვანადგურებთ და შემდეგ ვთქვიფავთ, მაშინ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება მკვლელად ჩაითვალოს. იცით, არ შეიძლება ისეთმა ინსტიტუციამ, როგორიც არის ეკლესია და როგორიც არიან სასულიერო პირები, მკვლელებად მონათლონ ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო და ეს მიზეზები მერწმუნეთ ძალიან სერიოზულია თანამედროვე საქართველოში და ყოველთვის სერიოზული არის მიზეზი, როდესაც ქალი მიდის იმ გადაწყვეტილებამდე, რომ მან გაიკეთოს აბორტი. ამიტომ ნაცვლად იმისა, რომ სასულიერო პირმა რწმენის სარწმუნოების წარმომადგენლება უგეშონ ეს ქალები, ლამის ეშაფოთზე გააკრან და მკვლელებად გამოაცხადონ. ეს არის ჩემი აზრით, ეს არის უკიდურესად არახუმანური, უკიდურესად არახუმანური, უკიდურესად ანტიქალური და ანტიადამიანური განცხადება ჩემი აზრით და აბსოლუტურად შეწუხებული ვარ ყველაფერი იმის გამო, რაც ახლა ვთქვი. დაგიბრუნდებით, მამადამ, ვიდრე გააკეთებთ კომენტარს დავამატებ ერთ შეკითხვას. გამოკითხვების მიხედვით ყველაზე ხშირად სახელდება ორი მიზეზი საქართველოში აბორტის გაკეთების. ერთი ეს არის მორალური გაკიცხვის შიში და მეორე და უფრო ხშირი ეს არის სოციალური შეჭირვება და უკვე იყო გახმაურებული და შესაძლოა ეს არ არის ერთი შემთხვევა, როდესაც ბავშვი დაიღუპა სწორედ ამ მიზეზით. რა უნდა ქნან ასეთმა ოჯახებმა? კონტრაცეფციაც მართლმადიდებლური რელიგიის მიხედვით ასევე არის ცოდვად მიჩნეული. რა ქნან ასეთმა ოჯახებმა, ვისაც ძალიან უჭირს და არ აქვს ბავშვის გამოყვების საშუალება? დიდი მადლობა ამ შეკითხვებისათვის. ალბათ კომენტარი უნდა გავაკეთოთ. მე არ ვიცი ვის ელოდებოდა ქალბატონი ლელა, რომ დისკუსიაში მიიღებდა მონაწილეობას, ეთყობა მან კარგად არ იცის ვისთან მონაწილეობს დისკუსიაში. და მოგვიწოდებს, რომ თურმე საჭირო არის ჩვენ გქონდეს ცოდნა აბორტის შესახებ. ქალბატონო ლელა ფილოსოფოზე ცოტა მეტი ნამდვილად გაგვეგება ამაზე. მე გახლავართ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და სრული პროფესორი, ადამიანი, რომელიც 20 წელიწადია მუშაობს მარტო ისეთ მნიშვნელოვან დარგში, როგორც გახლავთ ბიოეთიკა და თქვენ ფილოსოფოსმა მით უმეტეს კარგად უნდა იცოდეთ ბიოეთიკური მიდგომა, ბიოეთიკური დისკურსის თავისებურება. თქვენი მიდგომა არის აბსოლუტურად პოსტმოდერნისტული და ეს არ უნდა გამორიცხავდეს იმას, რომ ჩვენ საშუალება მოგვცეთ ჩვენი ქრისტიანული პოზიცია გამოვხატოთ. სამწუხაროა, როდესაც იმის ნაცვლად, რომ ჩვენ დავიწყოთ დიალოგი იმის თაობაზე, თუ რით გვემუქრება აბორტის ასე ხელაღები დაცვა, თქვენ პირდაპირ აირჩიეთ ანტიეკლესიური პოზიცია. მე მგონია აბორტის დაცვაზე არის. რა შუაშია აბორტის დაცვა? ერთი წუთით მე ძალიან კარგად მივყვები ამას ყველაფერს და შემიძლია მივიღო მონაწილეობა ნებისმიერი დონის დისკურსიაში, წიგნი, რომელიც მე მჭირავს გამოცემული 6 წლის წინ და იგი სწორედ ამ პრობლემას ეძღვნება. ის არის ჩემი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის მიერ დაწერილი მონოგრაფია და მინდა თქვენ ერთი რამ გაითვალისწინოთ. როდესაც თქვენ ბრძანებთ, თითქოს არსებობს სხვადასხვა განმარტებები.
თითქოს არსებობს რაიმე მონაცემი იმის შესახებ, რომ მუცრად მყოფი ბავშვი არ არის ცოცხალი ორგანიზმი. ალბათ დღეს თუ ამაზე დავიწყეთ ჩვენ საუბარი, ეს იქნება დაუსრულებელი დისკუსია. გახსოვდეთ ყველაზე უფრო დამთმობი კანონი, რომელიც მიღებული იყო ამ ხნის განმავლობაში, ეს გახლავთ ბრიტანული კანონი, რომელიც პირველი 14 დღის განმავლობაში აძლევდა უფლებას 14 დღემდე ასაკის ემბრიონები არ ჩაეთვალათ ადამიანურ ინდივიდებად და თქვენ ლაპარაკობთ ბავშვზე, თქვენ ლაპარაკობთ იმ ბავშვზე, რომელსაც აქვს აღქმის უნარი. თუ არ ვიცნობთ ჩვენ პრენატალურ ფსიქოლოგიას. მამა ადამ, კი მაგრამ როგორ შეიძლება ამაზე ვისაუბროთ? კი ბატონო, ეხლა მეორე ნაწილზე. არ მე მართლა არ ვიცი. მე არ ვიცი რა იცით თქვენ, მაგრამ ამ დასახიმებელი ნამდვილად არაფერია, იმიტომ რომ არა ეხლა გაქცინებაც არ ამიკრძალოთ. ჩვენ არავის არაფერს არ უძრავთ. რა თქმა უნდა, როცა მინდა მაშინ გავიცი. ჩვენ გვსურს ასეთი რამ თქვათ, რომ თუ მეცნიერულია ეს დისკუსია იყოს მეცნიერული, თუ იგი პოზიციას გამოხატავს იყოს პოზიციური, მაგრამ რაღაც იარლიკების მიწება პრობლემაზე ვიმსჯელოთ. პრობლემა არის ის, რომ შიმშილის გამო, იმის გამო, რომ არა აქვთ ბავშვის გამოკვების საშუალება, უწევთ ქალებს აბორტის გაკეთება. ალბათ არავის არ უნახავს იმდენი ქალბატონი, ვისაც აქვს გაკეთებული აბორტი, რამდენიც ჩვენ. მე მოგეხსენებათ 6 წლის განმავლობაში ვიყავი იოაკიმეს დანასახელობის სამშობიარო სახლის დირექტორი. ამავე დროს ჩვენ გახლავართ მოძღვარი და სწორედ ეს ქალბატონები, ვისაც ოდესმე მაინც გაუკეთებია აბორტი, ამ ჩაუდენია შვილყრობის ცოდვა, მოდიან ჩვენთან, ამიტომ ის სოციალური ბაზა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია დასკვნების გასაკეთებლად, ბევრად უფრო მეტია ვიდრე ადამიანებისა, რომლებიც მხოლოდ სოციალურ გამოკითხვებზე არიან დაფუძნებული. მოდით, ამ კონკრეტულ ფენაზე ვისაუბროთ, ვისაც უჭირს ამ კონკრეტულ მიზეზზე აბორტის, ამ ადამიანებმა რა უნდა ქნან? აიღებს მაგალითად ეკლესიას საპატრიარქო პასუხისგებლობას იმაზე, რომ ასეთ ოჯახებს მიეხმარება. ბევრია ასეთი ოჯახი. გაცხადებული არის ლაპარაკია კონკრეტულად დავიღოთ, ლაპარაკი არის 36,000 ბავშვზე, ხომ? რომელიც თქვათ რაღაც გარკვეულ პერიოდში დაიბადა. ქვეყანაში სადაც ასე სერიოზულად დგას პრობლემა შვილის აყვანის, გამოჩნდებიან შვილიერების და შვილად აყვანის სურვილები, რომლებიც ამ ბავშვებს მოუვლიან. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ამაზე უფრო დიდი ცოდვა არაფერია. ანუ გააჩინონ და გააშვილონ, ეს არის ამ შემთხვევაში გამოსავალი. მკვლელობას ნამდვილად ესჯობს. არსებობს უფრო დიდი ცოდვა, არსებობს ნაკლები ცოდვა და მაშინ, როდესაც ისინი ფეხზე დადგებიან, მათ შეუძლიათ ამ ბავშვების აღზრდაში მიიღონ მონაწილეობა. გარდა ამისა, სახელმწიფოს არა მარტო იმიტომ მიმართა მისმა უწმიდესობამ, რომ მიიღოს რაიმე დამარეგულირებელი კანონი, ეს კანონი ბევრის მომცველი უნდა იყოს და მათ შორის იგი მიმართული უნდა იყოს აბორტის შემცირებისაკენ. ეს არ არის ახალი გამონაგონი. არსებობს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ. მის 129 მუხში ხომ არის ეს ჩაწერილი, რომ ზრუნვა ქალის ჯანმრთელობაზე აბორტის შემცირების გზით სახელმწიფოს მიერ უკვე გამოცხადებულია პრიორიტეტულ ამოცანად. ჩვენ დაგვავიწყდა ამ კანონის შესახებ. ამავე კანონში წერია, რომ აბორტის რეკლამაა შეზღუდული, აკრძალული. აი ეს წერია სახელმწიფო კანონში და ამავე კანონში წერია, როდესაც ქალბატონი მიდის და მას აქვს გადაწყვეტილი და უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რომ მას არ აქვს ინფორმაცია იმ შესახებ, რა ნაბიჯს დგამს და ყველაზე ხშირად სწორედ ამას შეინანებენ შემდგომ ქალბატონები. მათ 3 დღის მოსაფიქრებელი ვადა უნდა მიეცეთ. მათ უნდა ესაუბრონ ისე, რომ ექიმი ან პიროვნება, რომელიც მათ ესაუბრება, სპეციალისტი, მისი საუბარი იყოს არაპრობაბილური. მაგრამ ძალიან დიდი ბოდიში რომ გაწყვეტინებთ, ახლა ქალბატონ ლელასთან მინდა გადავიდე. შეკითხვით, ქალბატონო ლელა, აკრძალვასთან დაკავშირებით რამდენიმე პრობლემა გამოიკვეთა, რაც კი წავიკითხე სტატიები თუ მოსაზრებები ამ თემის შესახებ. რა საშიშროებებს ხედავთ იმ შემთხვევაში, თუ კანონით იქნება აბორტი აკრძალული?
იცით რა არის? ეხლა არსებობს მრავალი ქვეყნის გამოცდილება და საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც მიდის მსჯელობა ამ საკითხზე. არსებობს მრავალი ქვეყნის გამოცდილება, სადაც მოხდა აბორტის კრიმინალიზაცია. ეს არ ცვლის აბორტის სტატისტიკას. პირიქით, ის ხდის ამ ოპერაციას, ასე ვთქვათ, ბევრად უფრო ველურს და ის კლინიკებიდან ინაცვლებს მიწისქვეშეთში. და ხდება, ასე ვთქვათ, საკმაოდ ისეთი არასამედიცინო, საკმაოდ ველური მეთოდებით აი ამ ოპერაციის ჩატარება. ამიტომ ამაზე არსებობს უამრავი გამოკვლევა, უამრავი ქვეყნის დაკვირვება, უამრავი სოციოლოგის, რეპროდუქტოლოგის, უამრავი დოქტორის, მედიცინის დოქტორის, როგორცაც წარმოადგენს ჩემი, ასე ვთქვათ, ოპონენტი, ხო? ამიტომ, ეხლა თუ ჩვენ თავიდან გვინდა გავიაროთ ის გზა, რომელიც გაიარა განვითარებულმა სახელმწიფოებმა და იმ სახელმწიფოებმა, სადაც, როდესაც ლაპარაკობენ დემოგრაფიაზე და აბორტზე, ლაპარაკობენ არა მხოლოდ ცოდვაზე და მკვლელობაზე, ამ სიტყვის გამოყენება, აი ჩემთვის არის ისეთი მიუღებელი და წარმოუდგენელი, რომ უბრალოდ ძალიან გაკვირვებული ვარ, არამედ ლაპარაკობენ ქალის ჯანმრთელობაზეც, ხო? ცხადია თუ საქართველოში და იმის პარალელურად თუ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ აბორტზე როგორც სოციალურ მოვლენაზე ვილაპარაკებთ იმაზე რომ აბორტი სერიოზულ ზიანს აყენებს ქალის ჯანმრთელობას ჩვენ აუხსნით ქალებს და გოგონებს იმას რომ აბორტით ისინი სერიოზულ ზიანს აყენებენ თავიანთ ჯანმრთელობას თუ აუხსნით იმას რომ საშვილოსნო არ არის მხოლოდ რეპროდუქციის ჭურჭელი და რომ ის არის სერიოზული ორგანო ნივთიერებათა ცვლისთვის ქალის ორგანიზმში და დაინახავენ ამ რისკებს და არ გადავცემთ ეშაპოდზე იმ ქალებს და გოგონებს რომლებიც აბორტს იკეთებენ მაშინ ცხადია გამოსწორდება სიტუაცია ხო კრიმინალიზაციით აკრძალვით დაწყევლით და ასე ვთქვათ მკვლელის დაძახებით ეს სიტუაცია არ გამოსწორდება იმიტომ რომ ეს არის სოციალური პრობლემა, რომელსაც აქვს თავისი მიზეზები. აბორტს ქალები იკეთებენ სხვათა შორის საქართველოში არა მხოლოდ იმის გამო, რომ ეკონომიურად არ აქვს საშუალება გააჩინონ და გაზარდონ შვილი, არამედ იკეთებენ იმის გამოც, რომ არიან გაუპატიურებულები. და ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია. ამიტომ დისკუსიები რაც შეიძლება ფართე უნდა იყოს ამ თემასთან დაკავშირებით და უნდა იყოს მიმართული არა იმაზე ვის რა უნდა რა წერია სხვადასხვა რელიგიური აღსარებლობის ტექსტებში, არამედ როგორი გვაქვს სურათი, რა არის სინამდვილეში ამ სოციალური მოვლენის მიზეზი და როგორ გამოვასწოროთ ეს სიტუაცია. მამადამ, თქვენთან გადმოვალ იგივე შეკითხვით, ყველაზე დიდ საშიშროებას აბორტის აკრძალვის მოწინააღმდეგეები ხედავენ იმაში, რომ ეს ყველაფერი გადაინაცვლებს იატაკქვეშეთში, რომ იქნება მეტი სასიკვდილო დასასრული ასეთ შემთხვევაში და რიცხოვნობით შემცირება დიდად არ მოხდება. არის თუ არა ეს რეალური საშიშროება? რა თქმა უნდა, ეს რეალური საშიშროება არის იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მივიღებთ კანონს, რომელიც აბორტის გაკეთებას მთლიანად აკრძალავს. იქნება ერთგვარი აბორტი თუ გამოცხადდება აბორტის კეთება დანაშაულად. მხოლოდ ამ შემთხვევაში. სწორედ უწესის ეპისტოლეში აბორტის შეზღუდვისკენ მიმართული მოწოდება უპირველეს ყოვლისა და ის რაზეც ეხლა უკვე ქალბატონმა ლელამ ვილაპარაკა თურმე საჭირო არის სათანადო განწყობა შევქმნათ მაგრამ მერწმუნეთ რომ იმისათვის რომ შევქმნათ ჩვენ სათანადო განწყობა სწორედ იმ ახალგაზრდა გოგონებში და ქალბატონებში ანტიაბორტული იმისათვის რომ მათ გაიგონ დიახ მათი ჯანმრთელობისათვის რამდენად საშიშია ეს მომავალი თაობისათვის იმ ბავშვებისათვისაც რომლებიც აბორტის შემდგომ დაიბადებიან იგივე დედისაგან ამისათვის ამაში უნდა შეასრულოს სწორედ წამყვანი როლი მედიამ როგორც წერია და არა სამთავრობო ორგანიზაციებმა. ეხლა ჩემთვის ერთადერთი რამაც გამოიწვია გარკვეული უარყოფითი აზრი ეს არის სწორედ
ვიღაცას სურს, რომ ამგვარი პრობლემა გადაწყდეს მთლიანად ეკლესიის მონაწილეობის გარეშე. და ეკლესიის უკან დგას საზოგადოების უდიდესი ნაწილი და ის მრევლი, რომლისთვისაც ეს წარმოადგენს ვისთვისაც ეკლესია ავტორიტეტს წარმოადგენს და ვისთვისაც მთავარი სულის ცხონებას ეს რუნვა, ეს ნუ დაგვავიწყდება ჩვენ პირადი აღსარებლობა, ყველა საქმეა, მაგრამ ის რაც წერია ეგრეთ წოდებულ რელიგიურ ტექსტებში, ჩემო ძვირფასო ქალბატონო, მინდა გითხრათ, რომ იგი არის სწორედ უდიდესი მონაპოვარი კაცობრიობის ცივილიზაციისა და თუ ვინმე დღეს ლაპარაკობს რწმენისა და ცონის ერთიანობაზე და ამ დიალოგების დაწყებაზე, იმის გამო რომ ჩვენ ხომ ხედავთ გამოვძებნეთ სასაუბრო ენა, სწორედ ეკლესია და ამიტომაც დღეს ჩვენ ერთი რამ უნდა გავაკეთოთ. ახდედა. საზოგადოებაში არ უნდა არსებობდეს სწორედ იმგვარი განწყობა, რომ თითქოს აბორტი არ არის ცოდვა, თითქოს აბორტი არ არის სულიერი ან ზნეობრივი დანაშაული. თითქოს აბორტი ისეთივე მცირე სამედიცინო მანიპულაცია, როგორც ნებისმიერი სხვა ჩვენ საქმე გვაქვს. თუმცა კანონი ხომ არ არის ამ მენტალიტეტის ამკობების გზა. შეიძლება რა ჩვენ იმედი მაქვს რომ ნელ-ნელა გამოვდივართ იმ საზოგადოებიდან, სადაც არსებობს ერთი შეხედულება. ხო? მე მგონი გვაქვს ყველა სურვილი, რომ აი ამ ტოტალიტარულ, სადაც ყველა ჯგუფურად ერთნაირად ფიქრობს ყველაფერზე. ამიტომ რა თქმა უნდა, საზოგადოებაში შეიძლება იყოს ადამიანი, ქალი, რომელიც აბორტს თვლის ასე ვთქვათ, ცოდვად და არ იკეთებს ამას, ხო? მაგრამ ჩვენი საზოგადოება შედგება არა მორწმუნეებისგანაც, ხო? არა ეკლესიურებისგან, აი ეს ტერმინი, რომელიც დამკვიდრდა ძალიან საინტერესო პოსტაბჭოთა საქართველოში. ხო? ამიტომ ცივილური კანონი, ანუ საერო კანონი, ხო? არ შეიძლება იყოს ისეთი, რომელიც არ მოიცავს რაღაც სოციალურ ჯგუფს. ხო? ამიტომ ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ რაღაცა რელიგიური შეხედულების ინტეგრირებაზე საერო სამართალში, ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რელიგიური განწყობების ინტეგრირებაზე საერო სამართალში, რადგან შეიძლება არსებობდეს არარელიგიური ადამიანიც, ხო? ამიტომ კანონი, რომელიც არ მოიცავს ყველა მოქალაქეს, მათ შორის არამორწმუნეს, არარელიგიურს, არ შეიძლება იყოს მიღებული. და არ შეიძლება საერთოდ იყოს მიღებული კანონი, რომელიც აბორტის კრიმინალიზაციას ახდენს რელიგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე. მამადამ, რა მიგაჩნიათ გარდა კანონის მიღებისა გამოსავლად? მაგალითად, სქესობრივი განათლება, კონტრაცეპტივები ჩვენი რელიგიის თანახმად არის ისეთივე ცოდვა, როგორიც არის აბორტი. რა არის გამოსავალი გარდა კანონის მიღებისა? დავანებოთ კანონს თავი. კიდევ დაუბრუნდები ისევე პისტოლეს, რადგან ჩვენ ის რაზეც უნდა ვილაპარაკოთ, არის ის რაც გაცხადებულია და სამწუხაროდ ჩვენ ვსჯელობთ და ვაბრალებთ იმას ეკლესიის პოზიციას, რაც სინამდვილეში აქ არ წერია. აქ წერია, რომ უნდა შეიქმნას შესაბამისი განწყობა. აი ჩვენ ვსჯელობთ იმაზე, რომ მეც გეთანხმებით, რომ აგრძელვა ჩვენ ამაზე ვქონდა საუბარი ნებისმიერი რამის იწყებს უკურეაქციას, მაგრამ არც ლიბერალური მიდგომაა წამალი. აი როდესაც საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო აბორტი და შემდგომ 54 წელს გასული საუკუნისა აბორტი უკვე ლეგალიზებული იქნა, ამან კრიმინალური აბორტების რიცხვი კი არ შეამცირა, იმიტომ რომ შესაძლებელია ამაში მთლიანად სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე ეს ფუნქცია ჯანმრთელობის დაცვაზე ზრუნვა, ქალის ჯანმრთელობის დაცვაზე. თუ ჩვენ ერთი რამ აბორტს არ გამოვაცხადებთ,
მიუღებელ მოვლენად. თუ ჩვენ არ ვიტყვით, რომ ეს არის კომპრომისი სინდისთან, თუ ჩვენ არ ვიტყვით იმას, რომ ეს არის სიცოცხლის შეწყვეტა ბავშვისა, რომელიც დედის მუცელშია, მაშინ ჩვენ დიალოგი არ გვქონია. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონილა, თქვენი აზრით ძალიან მოკლედ რა შეიძლება იყოს გამოსავალი, იმიტომ რომ აბორტი თავისთავად არის პრობლემა. მე ვფიქრობ, რომ გამოსავალი არის განათლება, ცოდნა, ინფორმირება და როდესაც ადამიანს აქვს ცოდნა აბორტთან დაკავშირებით, ის ინფორმირებულია რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. იცის აბორტის პრო და კონტრა არგუმენტები აქვს, ხო? მაშინ ის გააკეთებს არჩევანს თავისი ჯანმრთელობის სასარგებლოდ, ხო? და როდესაც და ასევე ჩვენ არ ვისაუბროთ სამწუხაროდ ცოტა გვაქვს დრო სექსუალური აღზრდა. მე ვიკითხე, არის თუ არა სქესობრივი განათლება გამოსავალი? აუცილებელი არის ამის გაკეთება, რადგან ერთი არის რა გვსურს ჩვენ და მეორე არის რეალობა, ხო? ჩანასახი ხო დამტვერვით არ ჩდება რა? ეს არის სექსუალური კონტაქტით, სექსუალური ცხოვრებით და მე ძალიან გაკვირვებული ვარ, როდესაც აი ამ აბორტთან დაკავშირებით მხოლოდ ქალებზე არის ლაპარაკი, თითქოს მამაკაცი ამაში ყველაფერში არ მონაწილეობს. ამიტომ ამ სოციალურ ფენომენზე, ასე ვთქვათ, რომ ვისაუბროთ, ძალიან ბევრი საკითხზე მოგვიწევს საუბარი, მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც არის და რამაც შეცვალა სურათი ცივილიზებულ სახელმწიფოებში, ეს არის განათლება. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ლელა, ძალიან დიდი მადლობა მამა ადამ, არქიმანდრიტი ადამი, ლელა გაფრინდაშვილი ჩვენი სტუმრები, მე ხვალამდე გემშვიდობებით და მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.